ქართულ იტალიური ინტერნეტ ტელევიზია დაარსა, რომელიც იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის განსაკუთრებით სათუთი და მნიშვნელოვანია, რათა მათთან ახლოს სულ იყოს საქართველო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქეთი არის დამაკავშირებელი ხიდი საქართველოსა და იტალიას შორის. უფრო მეც ინტერნეტ ტელევიზიისა და იტალიური ცხოვრების შესახებ ახლა ქეთი თავად მოგუყვება, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ფლორენციიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. ქეთი, დილა მშვიდობისა და მადლობა, რომ დაგვითმე დრო. დილა მშვიდობისა, სიმართლე გითხრათ, ძალიან ამიჩუქდა გუნდი, როდესაც ეს ემოციური სიტყვები მოვისმინე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირიქით თქვენ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცით, რომ ესე 1000 კილომეტრიდან შორს ჩაგერთოთ და დილა ადრიან დავიწყო საქართველოსთან. თან შენთან უფრო ადრე არის ახლა, როგორც ვიცი, ხო, უკან არის იტალია, რამდენიმე საათი. თან არის 8:30. აი, მოკლედ ესე ჩვენთვის პატივი დაგვდო და კიდევ ერთხელ ამისათვის დიდი მადლობა, რომ ესე დილადრია. ქეთი, მოკლედ დავიწყოთ ამ თემებთან დაკავშირებით საუბარი, რაც კონკრეტულად შენ შეგეხება და ასევე ქართულ იტალიურ ინტერნეტ ტელევიზიას. როდის დაარსა ინტერნეტ ტელევიზია და საიდან მოგივიდა ეს იდეა? მე როგორც ვიცი, მანამდე ბლოგებსაც წერდი, რასაც ნამდვილად ბევრი ნახვა და მოწონება ჰქონდა, ხო? კი, ნამდვილად ასეა. დაახლოებით 1 წლის წინ დავაფუძნე ქართულ-იტალიური ინტერნეტ ტელევიზია, გადავწყვიტე, იმიტომ რომ აქამდე მქონდა პერსონალური ბლოგი, რომლის მეშვეობითაც წერდი სხვადასხვა ვიდეო რეპორტაჟებს და სიუჟეტებს, ეს იყო ჩემთვის და ესე ვთქვათ, ყველა ემიგრანტისთვის რაღაც მოტივაციის მიმცემი და ვიდეოებს ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდათ, რამაც ესე ვთქვათ, მიბიძგა და მოტივაცია მომცა, რომ რაღაც პლატფორმა უნდა შემექმნა, სადაც უფრო პროფესიონალურად შევძლებდი აი ამ რეპორტაჟების მომზადებას და სიმართლე გითხრათ, ამ ბლოგებმა ძალიან დამეხმარა პირველ რიგში ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის მარტივი იყო. კი, აი ემიგრაციაში, როდესაც ჩამოდიხარ, ძალიან დიდი მოთმინების უნარი გჭირდება. ფსიქოლოგიურად ყველანაირად უნდა იყო მზად, ძალიან ბევრი რაღაცისთვის და ბუნებრივია, მეც ისევე, როგორც სხვა ყველა ემიგრანტს, ძალიან ბევრი რთული გზის გავლა მომიწია. თავდაპირველად, როდესაც იტალიაში ჩამოვედი და ჩემი პროფესია ზუსტად ის იყო, რამაც მე გადამარჩინა და ჩემი შვილის მონატრება რაღაცნაირად მსუბუქა და მე თქვენი ეთერის საშუალებით ყველა ემიგრანტს გადავუხდი მადლობას, რომელიც ჩემი გაცნობის დღიდან აი მუსაზღვროს სითბოს და სიყვარულს მიზიარებს, რაც ძალიან მეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდე და ასევე ჩემი შვილი მისმეს ახლა საქართველოდან და ძალიან გულისამართებელია ნამდვილად. ამაზეც მინდოდა მე საუბრა. რამდენი წელია რაც წამოსული ხარ და არ გინახავს შენი შვილი? აი წელიწად ნახევარია ზუსტად, რაც საქართველოს დავტოვე, მას შემდეგ არ ყოფილვარ. ბავშვი იტალიაში მყავდა უკვე 2-ჯერ. კარგია, როდესაც თან ვიზო რეჟიმი არის, მარტივად შეგიძლია რომ წაიყვანო და კარგია თუ ამის საშუალება გაქვს, რომ ნახო ხოლმე. კი, ანუ კარგი არის რომ ამის შესაძლებლობა არსებობს. უბრალოდ ეს არის რომ საკმარისი არ არის ბუნებრივია ეს დედისთვის და ეს უფრო სხვა ურთიერთობა არის. თუმცა მე იმედი მაქვს რომ მალე სულ ერთად იქნებით. მოდი ქეთი გავაგრძელოთ ინტერნეტ ტელევიზიასთან დაკავშირებით საუბარი. ვინ დაგეხმარა მის შექმნაში? სრულიად მარტომ გადაწყვიტე შეჭიდებოდი ამ საქმეს, ხო? სრულიად მარტომ, უფრო მეცაც გეტყვით, როდესაც ტელევიზიის პრეზენტაციას ვამზადებდი, პარალელურად მუშაობდი რესტორანში მიმტანად და მახსოვს, როდესაც ჩემი რესტორნის მეპატრონეს, აი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ვეუბნები, რომ იცით მე ხვალ სამსახურში ვერ მოვალ, იმიტომ რომ ხვალ სხვა რესტორანში ჩემი ინტერნეტ ტელევიზიის პრეზენტაცია მაქვს და ცოტა შოკირებული მიყურებდა, რომ რასაა, რომ მეუბნება ეს გოგო.
ვერ დაიჯერა, მისთვის ცოტა დაუჯერებელი იყო, იმიტომ რომ ის თანხა, რომელსაც მე ვაგროვებდი, იგივე მიმტანად მუშაობის დროს, მომდევნად მუშაობს, სხვადასხვა სამსახურებს ვითავსებდი. შევაგროვე პრეზენტაციისთვის და იმისთვის, რომ ინტერნეტ პლატფორმა, ეს საიტი რაც შეიქმნა, აი ესე ვთქვათ, ინვესტიცია დამებანდებინა. თუმცა ბუნებრივია, მქონდა იმედი, რომ აი ეს ყველაფერი რაღაც შედეგს გამოიღებდა და აი ნელ-ნელა უკვე ვხედავ რაღაც შედეგებს. ისე როგორი იყო გზა იცხოვრო ემიგრანტმა უცხოურ ქვეყანაში და თან აგროვო ფული რაღაც შენი ტელევიზიის პრეზენტაციისთვის არ არის მარტივი, ხო? შენი თავიც ხო უნდა შეინახო. ბუნებრივია, უბრალოდ მე ესე ვთქვათ, ხელშეწყობა მქონდა საქართველოდან, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს არ ჰქონდეს ემიგრაციაში. ყველა გარკვეული მიზნით მოდის. მე ცოტა სხვა ისტორია მაქვს და აი ეს ხელშეწყობა რო არ მქონოდა საქართველოდან, ჩემი შვილის ბებოსგან, მე ეს ყველაფერი არ გამომივიდოდა ნამდვილად. კეთი, რამდენი თანამშრომელი ხართ ახლა და როგორ მუშაობთ, როგორ ინაწილებთ საქმეს? ერთი დღე რომ მოგვიყვე, თუ შეგიძლია. ჩვენ ახლა ვართ 7 თანამშრომელი, პროდიუსერი მთავარი, ჟურნალისტები, ყველა ჟურნალისტი და პროდიუსერი არის საქართველოში, იტალიიდან ვარ მხოლოდ მე და ჩემი ოპერატორი. ძირითადად აი ესე დისტანციურად მიწევს მუშაობა. სიმართლე გითხრა, ძალიან რთულია და ეს გეცოდინება, რამდენად რთულია დისტანციურად, ესე ვთქვათ, ვიდეო რეპორტაჟების ძალიან რთულია, თუმცა სასიამოვნოა. მიხარია ის, რომ საქართველოსთან ვარ მუდმივ კავშირზე და მზადდება გადაცემები ძირითადად იტალიურენოვანი ქართული სუბტიტრებით, რომელიც საქართველოს კულტურას და ტრადიციებს ეხება. აი, ეს არის ამ ტელევიზიის მიზანი, რომ საქართველოს კულტურა გავაცნოთ იტალიელებს. და საქართველოდან ჟურნალისტები გაწვდიან მასალებს საქართველოდან და თქვათ შენ იქ ამონტაჟებ და ოპერატორიც მაინტერესებს ქართველია თუ არა? ჩემი ოპერატორი იტალიაში იტალიელია, თუმცა სწავლობს ქართულს, იმიტომ რომ უკვე 2 წელია ერთად მუშაობთ და ძალიან დიდი სურვილია. კი, მეუბნება ხოლმე, მზად ხარ? ხან ისე საყვარლად მეუბნებ. ყოჩა, ნამდვილად შეძლებია და ნელ-ნელა უკეთესადაც გამოვადარწმუნებული ვარ. კეთი, რაც შეეხება აი ქართულ ემიგრანტებს, ხო? აი, როდესაც შეიტყვეს, რომ ეს შექმნით დაარსე ქართული იტალიური ინტერნეტ ტელევიზია, რა რეაქცია ჰქონდათ? მას შემდეგ რაც უკვე პოპულარული გახდა უკვე შენი ინტერნეტ ტელევიზია და ალბათ ხშირად ხვდები იქაც ქართულ ემიგრანტებს. მგონია რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ეს მათთვის. კი, ასეა, სიმართლე გითხრა, ძალიან გაუხარდათ და მე არ ველოდებოდი, რომ ჩემი ტელევიზიის პრეზენტაციის დღეს ამდენი ადამიანი მოვიდო და უფრო მეცაც გეტყვი, მათ მხარი დამიჭირეს ფინანსურადაც აი პრეზენტაციის დროს და მითხრეს, რომ შენ ახლა ეს ყველაფერი გჭირდება. მათთვის ეს იყო ძალიან დიდი мотиваცია, ბიძგი, რაღაც ახალი და ამან მეც უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა. აი თქვენ თუ ტელევიზიის გვერდზე გადმოხვალთ, ყველა ემიგრანტის კომენტარია, თან ისეთი თბილი კომენტარებია, რომ აი არ ვიცი, უსაზღურო ძალას მაძლევს ეს ყველაფერი. რადიო სივრცის სახელით ასევე მოვიკითხავთ ჩვენ საქართველოდან იტალიაში მყოფ ქართულ ემიგრანტებს და მალე დაბრუნებას უსურებთ სამშობლოში, ჯანმრთელობას და ყოველგვარ საუკეთესო. საუკეთესო წელს, რა თქმა უნდა, ახალი წელი სულ ახლახან შემობრძანდა და მოკლედ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ. საქართველოში მყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც არის ერთი ადამიანის დამსახურება და თქვენი ეთერის მეშვეობით მოვიკითხავ. გია ჯაჯანიძე არის ჩემი მთავარი ადამიანი, მეგობარი, რომელიც მუდმივად მხარს მიჭერს და სწორედ მისი დამსახურება, რომ აი საქართველოში აი ეს გადაცემები, რაც მზადდება, მისი გვერდში დგომის დამსახურება
დაბრუნება. მენიერია. ის კურირებს ესე ვთქვათ ყველაფერს საქართველოში. ძალიან კარგი. ქეთი, აი ქართველი ემიგრანტებისგან თუ გქონია ბრჭყალებში ვიტყვი დაკვეთა, რომ აი ამაზეც გააკეთე რაღაც სიუჟეტი, ამ თემაზეც გვაინტერესებს. თუ ყოფილა ასეთი რამ? კი, ბუნებრივია. ანუ აინტერესებთ ისეთი პროექტები თუ ინფორმაციები ბუნებრივია, რაც მათთვის სასარგებლო იქნება, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ყველა ინფორმაცია ისედაც თავსდება ტელევიზიების და სხვადასხვა პლატფორმების ვებგვერდზე. მეც ვცდილობ, რომ მაინც ძირითადად ჩემს მიერ და აი ტელევიზიის მიერ გადაღებული რეპორტაჟები განთავსდეს. ნაკლებად ვაქვეყნებ ხოლმე იგივე ინფორმაციას, რაც აქვს ტელევიზიებს, იმიტომ რომ ვითვალისწინებ, ესე ვთქვათ, ემიგრანტების აზრს, თუ როგორ სურთ. საქართველოში გვაქვს ესეთი გადაცემა დაბრუნება, რომელიც დაბრუნებულ ემიგრანტებს ეხება და აი ზუსტად აი ამ პროექტის და გადაცემის მიზანიც ეს არის, რომ დაბრუნებულ ემიგრანტებს თუ კი რაიმე, ესე ვთქვათ, პროექტი, პროგრამა ელოდებათ და სამომავლოდაც იქნება, სწორედ აი ამ გადაცემის მეშვეობით გაიგებენ. დაბრუნებული ემიგრანტები საკუთარ ისტორიებს ყვებიან, თუ როგორ აგრძელებენ ცხოვრებას საქართველოში. არიან ისეთებიც, რომლებიც ბრუნდებიან ისევ მეორე ჩამოდიან საქართველოში, შემდეგ ისევ ბრუნდებიან. კი, აი ასეთებიც ხდება. არის გადაცემა ასევე ლავიტე ბელა, იტალიური ნოვანი, ანუ ცხოვრება. გადაცემებიც მაინტერესებდა. რა გადაცემები არის ახლა თქვენს ბადეში და რას ეხება ეს გადაცემები? აი ამ ეტაპზე ტელევიზია, ესე ვთქვათ, ჯერჯერობით არის პაუზაზე და ახლობით 2 კვირაში ალბათ განახლდება გადაცემების განთავსება და ასევე პირდაპირ ეთერები. მათ შორის იწყება ახალი გადაცემა, რომელსაც ერქმევა ჩემი ადვოკატი და ფსიქოლოგი. ქართველი ემიგრანტებისთვის სხვათა შორის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ, ხო? კი, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იყო თავიდანვე, როდესაც ტელევიზია დავაფუძნე, ჩემი სურვილი იყო ისეთი რაღაც უნდა შემექმნა, რაც დაეხმარებოდათ ემიგრანტებს. ჩვენ დაგვეხმარებოდა ყველას, მეც ხოლმე ემიგრანტი ვარ და უფრო მეტად ვაანალიზებ თუ რა არის აქ საჭირო. ეს ადვოკატი, რომელიც სულ მალე ეთერში გავა, პირდაპირ ეთერის მეშვეობით, ქართველ ემიგრანტებს დაეხმარება და უფასოდ სრულიად უფასოდ გაუწევს კონსულტაციას. ეს რას ნიშნავს? პირდაპირ ეთერში შეუძლიათ რომ დაუკავშირდნენ, ასევე ჩვენი ვებ პლატფორმის მეშვეობით არსებობს ესე ვთქვათ სპეციალური ბმული, სადაც გადავლენ ჩემი ადვოკატის ვებგვერდზე, ნახავენ ნომერსაც და დაუკავშირდებიან. მოკლედ ძალიან ეთერშიც შეიძლება რომ ვთქვათ კომენტარები დაწერონ, რა აინტერესებს და პირდაპირ ეთერის საშუალებით რომ უპასუხოს ადვოკატმა. კი, ბუნებრივია პირდაპირ ეთერში დასვამენ შეკითხვებს და თუ ესე ვთქვათ იმ დროში ესე ვთქვათ ჩაეტევა ადვოკატი გასცემს პასუხს პირდაპირ ეთერის დროს, თუ დრო არ იქნება საკმარისი, ამ შემთხვევაში უკვე სატელეფონო ზარის მეშვეობით მოხდება კონსულტაციის გაწევა. ქეთი, ხო, რაღაცას ამბობდი დაასრულე. არა, გადაცემა ფსიქოლოგზე მინდოდა რომ მეთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფსიქოლოგის ჩართულობაც ემიგრანტებთან, იმიტომ რომ აი როგორც გითხარით თავიდანვე, როდესაც ემიგრანტი ჩამოდის, ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მზად, თუმცა ყველა არ არის ამისთვის მომზადებული თავიდანვე და ამიტომ გადავწყვიტე, რომ იყოს ასევე გადაცემა გისმენთ ფსიქოლოგი, სადაც ფსიქოლოგი ესაუბრება ქართველ ემიგრანტებს. შენ ფაქტობრივად ძალიან დიდ მხარდასაჭერ გადაცემებს აკეთებ ქართველი ემიგრანტებისთვის, იმიტომ რომ რაც მათთვის ეს ფასიანად შეიძლებოდა რომ გადაეხადათ ვიღაცისთვის და თანხა დაეხარჯათ და ისე მიიღოთ ეს მომსახურება, აბსოლუტურად უფასოდ ხელს უწყობ, რომ ისინი იყვნენ უფრო წელში გამართულნი და უფრო მედგრად იყვნენ უცხო ქვეყანაში. და დიდი მადლობა ამისათვის, ნამდვილად სასიკეთო საქმეა. ქეთი გადაცემებზე საუბრობ და ასევე მინდა გკითხო, შენი ვიდეო ნახე, რომლითაც აი რაღაც სამოგზაურო ვიდეო რგოლიც ქონდა მონტე-კარლოში თუ არ ვცდები იყავი და იქაურობაც ტრადიციები, კულინარია დაათვალიერებინა. მსგავსი ვიდეოები თუ იქნება?
აუცილებლად აი ლა ვიტა ებელას პროექტი მინდა რომ იტალიასაც გასცდეს ესე ვთქვათ სამომავლოდ, როდესაც უფრო მოძლიერდება ტელევიზია და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავწერ აი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, სამზარეულოს და შევადარებ საქართველოსთან. აი ეს იქნება ის მიზანი გამართლდება, რაც აი ამ პროექტს აქვს, რომ საქართველოს შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და გაიცნოს ჩვენი კულტურა. იტალიაში დაასრულე, გააგრძელე გისმენ. იტალიაში უკვე ძალიან ბევრმა იცის თუ სად მდებარეობს საქართველო. აქამდე, როდესაც შევეკითხებოდით საქართველო ქვეყანა ამერიკაში, მაგრამ აი ახლა უკვე ნაკლებად არის და ეს მიხარია. ეს ჩვენი ქუჩა პარაჩელია საქართველო, ნამდვილი საქართველო. კი. კეთი, როგორც ვიცი, ლიცენზია მოიპოვა ასევე შენმა ტელევიზიამ, ხო? რამდენიმე თვის წინ მოხდა ეს ამბავი, ამაზეც რომ მოგვიყვე და აი ეს იტალიური ტელევიზიები რას ამბობენ ამ ქართულ იტალიური ტელევიზიაზე და რა გეგმები გაქვს? ძალიან უკვირთ ხოლმე, როდესაც გაიგებენ ქართული იტალიური ტელევიზია, იმიტომ რომ სხვადასხვა ქუჩის გამოკითხვებით მაქვს ხოლმე. აი გავდივარ ჩემი მიკროფონით და უყურებენ რა არის ეს KNTV, ვერ ხვდებიან და ეს არის ქართული იტალიური ტელევიზია. ვაუ, რა მაგარია და აი რაღაც ისეთი ემოციები აქვთ. რაც შეეხება ლიცენზიას, კი, დაახლოებით 5 თვის წინ ოფიციალურად მოვიპოვე მაუწყებლობის ლიცენზია, რაც იმას ნიშნავს, რომ შემიძლია ვითანამშრომლო აქაურ იტალიურ ტელეარხებთან და ასევე რადიო სადგურებთან, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს წარმატებით და მალე ალბათ ახალი პროექტებიც იქნება საერთო. საერთო, ანუ იტალიურ ტელეარხებთან და რადიოთან ერთად, ხო? კი, ერთობლივი პროექტები იქნება ძალიან მალე. ისე რამდენად რთულია რომ მოიპოვო ეს ლიცენზია, ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც ხარ უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, აი, რამდენად გაგიმარტივდა თუ გაგირთულდა რომ მიგეღო ლიცენზია? ძალიან რთული პროცესია, ბუნებრივია ზოგადად უცხო ქვეყანაში, უცხოელისთვის საბუთების მომზადება, ეს ყველა ემიგრანტმა იცის, მით უმეტეს პროფესიულად. თუმცა საქართველოს საელჩოს იტალიაში დახმარებით და ასევე საქართველოში, ანუ მოვახერხე დიპლომის აღიარება იტალიის საელჩო საქართველოში, რომელმაც ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი მომიგვარა, გავაკეთე დიპლომის აღიარება და შევუდექი აქ როგორც ჟურნალისტის აკრედიტაციას და ესე ვთქვათ, მივყევი უკვე ამ ყველაფერს და როგორც ტელევიზიამ უკვე აკრედიტაცია მოვიპოვე და რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ნებისმიერ ღონისძიებაზე თუ ივენტზე შემიძლია რომ შევიდე და გადავიღო თუ ფესტივალზე. ძალიან კარგი, ანუ ჩვენი საელჩოც დაგეხმარა იქ, რაც ნამდვილად სასიხარულოა და მე მაინტერესებს აი დაფინანსების საკითხიც. თუ არის, თქვათ, იქ რაღაც ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება რომ აი ესეთი ქართული იტალიური ინტერნეტ ტელევიზია დააფინანსოს, გვერდში დაუდგეს და ასე შემდეგ. იტალიაში ჯერჯერობით არ არის დაფინანსების კუთხე, ძირითადად მაინც საქართველოსთან. რაც ძალიან მახარებს ისევ რომ საქართველოს არის დახმარებები საქართველოსთან დაფინანსება. კი, ბუნებრივია, ტელევიზიას არ აქვს სახელმწიფო დაფინანსება, ყოველთვის აინტერესებთ ხოლმე ესეც და ამიტომ გავაჟღერებ, ტელევიზიას აქვს კერძო დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. ეს ტურისტული სააგენტო, რაღაც ქართული პროდუქტი, ასევე იყო კრედობანკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპონსორი და მე მინდა რომ ყველა მათგანს, ვინც მადლობა გადავუხადო, ვინც ხარში გვედგა და ვინც ხარში მიდგას ახლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად, რომ ისევ საქართველოს გვიდგას გვერდში. ძალიან კარგია, ძალიან. და ბოლოს კითხავ, კეთი, როდის აპირებ საქართველოში ჩამოსვლას? ხომ არ იცი? ხომ არ გეგმავ ცოტა ხნით მაინც? ძალიან მალე ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და აუცილებლად გესტუმრებით თქვენს რადიოში. აუცილებლად გელოდებით თქვენ და მანამდე კი შენ წარმატებებს გისურვებ შენს საქმიანობაში და პროფესიაში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მომეცით შესაძლებლობა თქვენთან საუბრის. დიდი სიყვარულით მოვიკითხავ თქვენს შემოქმედებით გუნდს და მადლობა კიდევ ერთხელ. მე კიდევ ერთხელ მოვიკითხავ ქართულ ემიგრანტებს.